თუ ადამიანს აქვს დაუცველი სქესობრივი კონტაქტები, სხვადასხვა პარტნიორებთან ხშირად აქვს დაუცველი სქესობრივი კონტაქტები, ეს დაავადება გადაეცემა სქესობრივი გზით. ამიტომ მას აქვს იმისი რისკი, რომ შეიძლება დაინფიცირდეს. ეს იქნება მამაკაცის მამაკაცთან ურთიერთობა, თუ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია თუ არის დაუცველი სქესობრივი კონტაქტი. ასევე გადაეცემა სამედიცინო ინსტრუმენტების, არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით. როგორც შეიძლება იყოს ნარკოტიკების მოხმარებლების მიერ თვითონ საინექციო მოწყობილობების, ან შპრიცის, ან ნემსის გაზიარება ხოლმე. და მესამე ფაქტორი გადაცემის, ეს არის მესამე გზა, ეს არის დედიდან შვილზე გადაცემა, როგორც ორსულობის პერიოდში, ასევე მშობიარობის ან ძუძუთი კვების პერიოდში. მაგრამ აქვე მინდა დავამატო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ თუ ადამიანი არის დედა, ორსული ქალბატონი არის აიდენტიფიცირებული და ის იმყოფება პროფილაქტიკურ მკურნალობაზე იმყოფება 99%-ით მცირდება ნაყოფის ინფიცირების ალბათობა, ახალშობილის ან ახალშობილის ძუძუთი კვებით ინფიცირების ალბათობა.